მოგესალმებით. ვიდრე ბრიფინგის თავარ თემაზე გადავალ, მინდა მადლობა გადავხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს შედარებული ძალიან წარმატებული სპეციალური ოპერაციისთვის, როდესაც ბატონი გეგა გელაძე ინიშნებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად, ჩვენ შევჯერდით, რომ ნარკოტიკულ დანაშაულთა ბრძოლა გახდებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. და როგორც ხედავთ, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ამ მისიას ძალიან დიდი წარმატებით ასრულებს. მინისტრად მისი დანიშვნიდან არის თვეზე ნაკლები გასული, ამ პერიოდის განმავლობაში მან შეძლო უპრეცედენტო რაოდენობის 300 კილოგრამი ჰეროინის ამოღება. დღეს კი როგორც მოგახსენებათ, დაკავებული იქნა ნარკოტიკული საშუალებების 18 მსხვილი რეალიზატორი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გეგა გელაძეს, ასევე მადლობა მინდა გადავხადო შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ რონი მესხს. მადლობას ვუხდი ამ რთულ სპეციალურ ოპერაციაში ჩართულ თითოეულ პოლიციას, თითოეულ სპეცრაზმელს ოპერაციის უმაღლეს დონეზე დაგეგმისა და ჩატარებისთვის. ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ ხელისუფლება იქნება სრულიად უკომპრომისო, ჩვენ ვერავის მიცემთ ჩვენი თანამოქალაქეების, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდების მოწამვლის შესაძლებლობას, შესაბამისად გაგრძელდება ქმედითი ზომების მიღება შესაბამისი დანაშაულების აღსაკვეთად. მათ შორის საქართველოს კანონმდებლობაში შევა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რასთან დაკავშირებითაც ხვალ დეტალურ ინფორმაციას გაგიზიარებთ. Računam მთავარ თემას ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, მოგეხსენებათ, არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, სწორედ ეკონომიკის განვითარებაზე არსებითად დამოკიდებული, არა მხოლოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, არამედ აგრეთვე თითოეული დარგის განვითარება, საქართველოს დემოკრატიული სისტემის განმტკიცება და ასევე ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაც. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმისა და ახსულების სისტემის დასახვეწად მივიღეთ გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს გაძლიერების შესახებ. ამ მიზნით გადაიხედება ეკონომიკური საბჭოს ფუნქციები, ასევე შემადგენლობა. ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს დივნის თანამდებობას დაიკავებს ბატონი ლევან დავითაშვილი. როგორც მოგეხსენებათ, სამინისტროს მართვა ყოველდღიურ მძიმე რუტინასთან არის დაკავშირებული. ამ რუტინისგან გათავისუფლება ბატონ ლევანს მისცემს საშუალებას კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება, ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში და სხვა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. როგორც მოგეხსენებათ, ბატონ ლევანი არის განსაკუთრებული გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ვფიქრობ, რომ ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას, ის ხელშეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას, ინვესტიციის მოზიდვას და წარმატებები მითაუსურო ბატონ ლევან დავითაშვილს ამ ძალიან საფასურსკვლო პოზიციაზე. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას, მას დაიკავებს ქალბატონი მარიამ ქრუიშვილი. მას იცნობთ ყველა, შესაბამისად განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი მარიამი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, დღემდე ის იკავებდა ეკონომიკური განვითარების და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორც არის ტურიზმი და ავიაცია. დღეს ფართოვდება მისი საქმიანობის არეალი და დარწმუნებულია, რომ მინისტრის პოზიციაზე ის იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც იყო შესაბამისი დარგების ხელმძღვანელობისას. წარმატებები მითაუსურო ქალბატონ მარიამს მინისტრის პოსტზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ბატონ ლევანს. პირველ რიგში მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი, იმისთვის, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ერთად გვემუშავა და ქვეყნისთვის საკმაოდ რთულ დროს, ბევრი გამოწვევის პირობებში ჩვენ უზრუნველგვეყო ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის სტაბილური განვითარება. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მე იმედი მაქვს, რომ ახალ ფორმატში ჩვენ შევძლებთ იმ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების კიდევ უფრო დაჩქარებას, კოორდინირებას, რომელიც ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომლებიც დაწყებულია და განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა. ვფიქრობ, რომ მაღალი დონეზე კოორდინაციის პირობებში ეს საშუალებას მოგცემს, რომ პროექტები კიდევ უფრო დაჩქარდეს, უფრო სწრაფად განხორციელდეს და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ქვეყნისთვის იქნება ძალიან საკეთილდღეო. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ასევე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საშუალება მომცა, რომ წლების განმავლობაში მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მემუშავა, სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული წარმატებებით, გარკვეული წვლილი შეგვეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ვფიქრობ, რომ ეს იყო უნიკალური შანსი, რომელიც ჩემთვის პირადად არის დაუვიწყარი, როდესაც ემსახურები შენს ქვეყანას და შეგიძლია მცირეოდენი წვლილი შეიტანო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მე მინდა
წარმატებები უსურვო მარიამს ახალ პოზიციაზე. ჩვენ ყველა გახარებული ვართ ეკონომიკის სამინისტროში, რომ ახალი ეტაპი იწყება ეკონომიკის სამინისტროს ცხოვრებაში. მე ვფიქრობ, რომ ის ყველა წამოწყება რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, შენარჩუნდება. ახალი ძალებით და ახალი ენთუზიაზმით ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი რამ გაკეთდება და ეს აუცილებელი ეტაპია განვითარებისთვის. მარიამი იყო ძალიან წარმატებული, როგორც პრემიერმა აღნიშნა. და ის ყველასთვის საკმაოდ ცნობილი სახეა. ვფიქრობ, რომ ის წარმატება, რომელიც სხვა დარგებში იყო, ეკონომიკის სხვა მიმართულებებშიც იქნება ასეთივე წარმატებული და ასეთივე წარმატებით იქნება ეს გამოცდილება გამოყენებული. ასევე მინდა ამ შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადაუხადო ეკონომიკის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, უმაღლესი დონის პროფესიონალებს, პატრიოტ ადამიანებს, რომლებიც თავის საქმეს აკეთებდნენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით და თითოეულ მათგანს უსურვო წარმატება, ასევე მოსახლეობას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ჩვენ მქონდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა იმ რეფორმებში, რომელსაც ვატარებდით. მოგესალმებით. პირველ რიგში მსურს დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ კაბინეტის წევრი და ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან ვემსახურო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას და მის ზრდას. მთელი სწოდნა და გამოცდილება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობისას განვლილი 7 წლის განმავლობაში დავაგროვე. ვფიქრობ, დამეხმარება იმაში გუნდთან ერთად, რომ წარმატებით დავასრულოთ ყველა ის მიმდინარე პროექტი და წამოწყება, ასევე დავსახოთ ახალი გეგმები და განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ამავდროულად მეც ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ლევან დავითაშვილს ნაყოფიერი განვლილი წლებისთვის და მინდა მას ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო მის შემდგომ საქმიანობაში. დიდი მადლობა.